ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მიანიშნებს ერთადერთ რამეს, რომ სინამდვილეში ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ეს მმართველი რეჟიმი შესული, იმიტომ რომ არც რეპრესიების, ასე ვთქვათ, გაზრდა, რეპრესიების გავეშებული გამოყენება, არც პროპაგანდის აღვირახსნილი ამუშავება, მათ შორის აი რაღაც წარმოუდგენელ ფსკერზე ამ პროპაგანდის დაშვება, ეს არ არის არანაირი არაფრის ნიშანი გარდა იმისა, რომ ამ რეჟიმს რეალურად უჭირს, ძალიან უჭირს, იმიტომ რომ ქვეყანა საბოლოო ჯამში სჭირდება მართვა. ხო, შენ რამდენიც, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტი შენზე არ უნდა მუშაობდეს, არსებობს რეალური გამოწვევები. და ეს რეალური გამოწვევები ქმნის რეალურ პრობლემებს, იმიტომ რომ როდესაც 48 საათში ორჯერ გაითიშება მთელ საქართველოში, მაგალითად ელექტროენერგია, ეს რეალური პრობლემა არის და რეალური პასუხი არის გასაცემი. ამაზე პასუხი არ არის. როდესაც ძალადობა არის ქვეყანაში, წარმოუდგენელი მასშტაბით გაზრდილი, ჩვენ გავაკეთეთ დღეს გამოვაქვეყნეთ ლელომ ჩამონათვალი, მხოლოდ გასული რამდენიმე კვირის მანძილზე დაგროვებული კრიმინალური, ასე ვთქვათ, შემთხვევების, საზარელი შემთხვევების, მათ შორის მკვლელობის და შენ პასუხი არ გაქვს, რა ხდება ამ დროს ქვეყანაში, ნუ შენ უნდა მიმართო პროპაგანდას და უნდა მიმართო რეპრესიას, რომ ჩაახშო კრიტიკა, ჩაახშო ალტერნატიულ აზრზეც არ არის საუბარი. შეკითხვა, რატო ვერ მართავ შენ სახელმწიფოს, რატო ღარიბდება საქართველოს მოქალაქე, რატო დგას ყოველდღე ახალი გამოწვევების წინაშე. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, არის ძალიან, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული საზოგადოების დათრგუნვისკენ, მაგრამ ამავე დროს ჩემი აზრით ეს არის ძალიან ნათელი გამოვლენა იმის, რომ ეს რეჟიმი უბრალოდ ვეღარ მართავს ქვეყანაში სიტუაციას და მისი სისუსტის ასახვაც არის ამასთან ერთად და ერთი რამ მინდა ვთქვა და ამით დავასრულებ ამ ნაწილს, ასე ვთქვათ, ჩვენ საუბრის, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს პროპაგანდის რაღაცა მიერ ფსკერზე დაშვება, ხო? ქართული ეთნობის პროპაგანდის მიერ ფსკერზე დაშვება, მაგრამ აი ის, რაც მათ ჩაიდინეს კონკრეტულად ჩვენს თანაპარტიელთან მიმართებაში, იმის ნაცვლად, რომ შეკითხვა დავსვათ ჩვენ, არ ვიცი თუ ფსიქიური პრობლემები აქვს ამ ადამიანს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ესეთ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მოქმედება და შეუძლია, რომ სიცოცხლე მოუსწოს მის თანამოქალაქეს. როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ფსიქიური პრობლემები სავარაუდოდ მქონე ადამიანს პოლიციამ დაუბრუნა, საკუთარი ხელით მიუტანა სახლში იარაღი, რომლითაც მკვლელობა ჩატარდა. სად არის მოშლილი ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სისტემა, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, რაც მოხდა. იმის ნაცვლად, რომ ამაზე იყოს დღეს დისკუსია, ეს აბსოლუტურად რაღაცა, არ ვიცი, მორალურ ფსკერზე დაშვება და იმისი გარკვევა, ვისი ბავშვობის მეგობარი იყო მკვლელი, ეს რაღაცა ახალი რეკორდი არის ამორალურობის, ჩემი აზრით, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა აი ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გასულ დღეებში, ისევე როგორც თავდასხმელის ამ შემთხვევაში სრულიად უდანაშაულო ადამიანზე ძალადობის განმახორციელებლის მიმართ სრულიად, ასე ვთქვათ, სხვა სტანდარტის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება, რაც არის პირდაპირ წახალისება და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათ შორის ეს ძალადობა, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წახალისებული ძალადობა ტიტუშკების და თავდასხმელების მიერ. კი ბატონო, და ქალბატონ სალომე, აი საზოგადოებამ როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ დროს მაშინ, აი რა სეტყოდით თქვენ როგორც პოლიტიკოსი, აი რა უნდა ქნა, როდესაც იხუმრებ გცემენ, რამეს დაწერთ ციხეში გიშვებენ, ანუ აი რა სივრცე ან რა ტიპის სივრცე უნდა მოიძებნოს წინააღმდეგობის გაწევისთვის, იმიტომ რომ აი თქვენ თქვით, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს ხელისუფლების სისუსტეზეო, თუმცა აი თუნდაც აი ამ ხელისუფლების მხრიდან სისუსტის გამოვლენებას ყავს ძალიან ბევრი მსხვერპლი. ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის, რაც მოხდა მათ შორის ვერასეც, ხო? ხელისუფლების მოქმედების შედეგია, იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლებას არ ვირჩევთ იმისთვის, რომ დაიცვას ბიძინა ივანიშვილის ან ვინმე სხვის სიმდიდრე, ან უზრუნველყოს, რომ გამდიდრდეს კიდევ უფრო მეტად. ჩვენ ხელისუფლება უნდა ყვავდეს იმისთვის, რომ ემსახურებოდეს ხალხის
ინტერესებს, მაგრამ როდესაც დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში უქმდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ მე აღარ მაინტერესებს შენი ინტერესების მომსახურება, ხო, იმიტომ რომ თავარი ანგარიშვალდებული ვის წინაშეც უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილს არ მიაჩნია, რომ ის ანგარიშვალდებულია ქართული ხალხის წინაშე და აი აქედან იწყება ყველა პრობლემების სათავეც ეს არის, შუაც ეს არის და ბოლოც ეს არის. ამიტომ რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ? ეხლა მე იცით რა, ყველა ირჩევს საკუთარ გზას წინააღმდეგობის, ხო? იმიტომ რომ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც დღეს დააპატიმრეს სიტყვის თავისუფლებისთვის, პირდაპირ ვთქვათ, მათი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის არიან დღეს საპატიმროში ადამიანები მოხვედრილი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღეში ორი დამატებითი, ასე ვთქვათ, ესეთი პატიმრობა ვიხილეთ. ეს არის ადამიანის პირადი გადაწყვეტილება, ხო? ჩვენ ყველას თავისი რაღაცა შკალა აქვს, რაც შეუძლია რომ იმოქმედოს, ვიღაცას შეუძლია მეტი გაბედოს, ვიღაცას შეუძლია ნაკლები, მაგრამ ის რაც შეუძლია გაბედოს საქართველოს ყველა მოქალაქემ და მნიშვნელობა არ აქვს, სხვათა შორის ხმავის მისცა წინა არჩევნებზე, ეს არის პასუხის მოთხოვნა ხელისუფლებისთვის იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც არის ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დილას იღვიძებს და არ იცის საკუთარ შვილს ქუჩაში რო გაუშვებს, ის უსაფრთხოდ დაბრუნდება თუ არა, დილას იღვიძებს და არ იცის იმ დღეს თუ მეორე დღეს მის შვილს უზრუნველყოფს თუ არა იმ ხარისხით ცხოვრების, რომელიც მას სურს საკუთარი შვილისთვის და დღეს უკვე ისიც არ იცის ხვალ დილას რო გაიღვიძებს შუქი ექნება თუ არ ექნება. პასუხი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამ ყველაფერს და მათ შორის უნდა დავსვათ სწორი შეკითხვები და არ უნდა მივცეთ ჩემი აზრით შესაძლებლობა, რასაც აკეთებს წარმატებით ხშირად ეს ხელისუფლება, რომ შექმნას რაღაცა თემა გამოგონილი, ამ თემაზე გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება, რომ გავიდეს, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის ველიდან. ეს პასუხისმგებლობა უნდა მოთხოვოს ამ ხალხს ყველა დონეზე, ადგილობრივი ხელისუფლების დონიდან დაწყებული და ბიძინა ივანიშვილით დამთავრებული საქართველოს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ და ამას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. არ არის აუცილებელი, რომ შენ წახვიდე რისკზე იმისი, რომ არ ვიცი, მაგალითად დაგაპატიმრებენ, სხვადასხვა გზა არსებობს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების და ეს უნდა გააკეთოს მასობრივად დღეს საქართველოში ყველა ჩვენმა მოქალაქემ და რაც შეიძლება მეტმა შესაბამისი ფორმით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენ შევქმნათ ეს განცდა, რომ არ შეეგუება ქართველი ხალხი იმას, რომ მას ერთშვენიერ დღეს გამოუცხადა, რომ თქვენ ხართ ნახირი, თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ და არ ვიცი როგორც ორტეგა გამოვიდა მაგალითად და გამოაცხადა, რომ არჩევნები აღარ ჩატარდება საერთოდ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილიც ერთშვენიერ დღეს გამოვიდეს ამ წინადადებით, იმიტომ რომ ცხადია, რომ მას ეს უნდა, იმიტომ რომ მას არ უნდა არანაირი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, იმიტომ რომ ის ქართულ ხალხს ვერაფერს დამატებითი პრობლემების გარდა ვერ სთავაზობს და ეს უკვე ძალიან თვალნათელია ყველასთვის. კი ბატონო, და ქალბატონ სალომე, აუცილებლად მინდა გკითხოთ ყულების ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის, ესე ვთქვათ, დასანქცირებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება ამბობს, რომ აი ძალიან მწუხვართ, ჩვენ რაღაცა არ გადაგვიხვევია არასდროს ევროკავშირის წესებისთვის. რა სიტყვით ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად სერიოზულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება რეალურად რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და აი ამ პაკეტში სწორედ ყულების ქარხნის სანქციების შეტანა. Ну, რა თქმა უნდა, ხა ეს ჩვეულებრივ ტყუილია ის, რომ მათ აბსოლუტური პანიკა დაეწყოთ, როდესაც ყულევის სპორტის დასანქცირებაზე იყო საუბარი, გვახსოვს, რაღაცა ლამის ცრემლებით, რაღაცა დასწვალებული წერილი გაუგზავნეს ევროკავშირს, რომ გვაპატიეთ და გამოვსწორდებით, რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ აი იმ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სანქცირების დაწყება, რაზეც დგას ეს რეჟიმი, მხოლოდ დააჩქარებს მათ ისედაც გარდაუვალ დასასრულს და ძალიან მტკივნეული იქნება მათთვის. ამიტომ ახლა რას გამოვლენ და ხალხს რას ეტყვიან, ერთია, მეორე არის ძალიან მარტივი რეალობა, რომ ევროკავშირმა განაცხადა, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო შეთანხმდა, რომ საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა გამოიყენება რუსეთის დასახმარებლად სანქციებისთვის თავის არიდების თვალსაზრისით.
ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეს პრობლემები არ გამოსწორდება, ევროკავშირს მოუწევს შესაბამისად უკვე სანქციების ამუშავება შესაბამის სექტორებთან მიმართებაში საქართველოში და ეს ბიძინა ივანიშვილს შეუქმნის უზარმაზარ პრობლემებს ორი მიზეზით. ერთი მიზეზით, რომ ის დაკარგავს ფუნქციას რუსეთისთვის, ხო, იმიტომ რომ ივანიშვილი მას შეუძლია რომ რუსეთს დაეხმაროს საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებაში სანქციების თავისარიდებისთვის, თუ საქართველო არ იქნება სანქცირებული, ხო, შესაბამისი სექტორები. თუ საქართველოს შესაბამის სექტორებსაც დაედო სანქცია, რაღაცა სჭირდება რუსეთს ივანიშვილი ამ თვალსაზრისით მისთვის სრულიად გამოუსედენ სადეგარი ხდება. ამიტომ ფუნქციას კარგავს და მეორეს მხრივ ის როგორც საუბრებიან რომ რაღაც გასაოცარი თურმე ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში, რაც სინამდვილეში არის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც იქნება სანქციების რეჟიმის თავის არიდების ხარჯზე სწორედ დიახ ქვეყანაში, ესეც გაცამტვერდება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს მთელი ეკონომიკური სისტემა, მაგალითად კრიპტოვალუტას რაც შეეხება, თუ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ შემდეგი ნაბიჯი, რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, ეს არის უკვე ფაქტიურად ჩახსნა ჯერ კრიპტოვალუტის მთლიანად სისტემის და მერე უკვე შესაძლოა მთელი ფინანსური ინფრასტრუქტურისაც ჩვენი დასავლური შესაბამისი, ასე ვთქვათ, დასავლური ინფრასტრუქტურიდან ჩვენი გაძევება, რაც გამოიწვევს უბრალოდ ეკონომიკის ჩამოშლას ქვეყანაში. ამიტომ ივანიშვილი არის დღეს კუთხეში მიმწყდეული ამ სანქციებით და მას არაფერი გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს ფიქრი იმაზე, როგორ შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რასაც ევროკავშირი მას უყენებს ამ მიმართულებით. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდა, თუმცა ამ შემთხვევაში ის მეორე პრობლემას ვერ ჭრის, ანუ რუსეთისთვის ხდება აბსოლუტურად არაფერში გამოსადეგი ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, მან კონტრაქტი, რომელიც შესთავაზა რუსეთს, რომ რუსეთი ისარგებლებს საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურით სანქციების გვერდის სასწავლელად, ეს კონტრაქტი გაუქმებული იქნება არა ივანიშვილის სურვილით, არამედ იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ევროკავშირი გაატარებს საქართველოსთან მიმართებაში. კი ბატონო, ქალბატონ სალომე, რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯი? არაერთმა კომპეტენტურმა პირმა თქვა, რომ შესაძლოა ბათუმის პორტისკენაც მიეპყროს ყურადღება, სწორედ ყულევის ქარხანასთან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენად არსებობს, როგორ ფიქრობთ, ამის რისკი და იქნება თუ არა კიდევ უფრო მტკივნეული ქვეყნისთვის და არა ხელისუფლებისთვის, ხო? ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოზე და ქვეყანაზე, რა შედეგებს მოუტანს ეს სანქციები და არა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს. ანუ ახლა ჩვენ პირველ რიგში ერთი რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ რადგან საქართველოსთვისაც მოიცალეს, ასე ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს გამადიდებელი შუშა, რომელიც თავისი, ასე ვთქვათ, პროექტორით, რომელიც მინათთა საქართველოს არსად აღარ წავა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხო მე არ ვიცი შეიძლება ეს არ ესმის ივანიშვილს, არ ვიცი მის გარემოცვის ინტელექტუალური შესაძლებლობები ისეთ დონეზეა, რომ მათ პროგრამი არ ესმოდეთ, ასე ვთქვათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მე მგონი ყველა გონიერ ადამიანს უკვე ესმის, რომ ძალიან გრძელვადიანი გეგმები აქვს ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის რუსეთისგან, ხო? ანუ ეს არ არის ის პროცესები, რომელიც დასრულდება დღეს ან ხვალ. ევროკავშირისთვის მთავარი სტრატეგიული ამოცანა მისი უსაფრთხოების ეს არის რუსეთის დამარცხება და რუსეთის შეკავება ამ ომში. ამიტომ გრძელვადიანი არის ის ინტერესი, რომელსაც ევროკავშირი გამოხატავს რუსეთის სანქცირებასთან და ამ სანქციების რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით. საქართველო არის უკვე იდენტიფიცირებული ოფიციალურად, როგორც ტერიტორია, რომელიც გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასწავლელად. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და დინამიკა, ასე ვთქვათ, აქ ჩვენ გვყავდეს დღეს, ანუ ოდნავ გონიერი ხელისუფლება, რეალურად ამას შესაძლებლობად აქცევდა, ხო? ანუ იტყოდა, რომ აი მე ახლა გამოვიყენებ ამას როგორც შესაძლებლობას, რომ გაჩვენოთ, რომ მე ვარ ერთგული გეოპოლიტიკური პარტნიორი ევროკავშირის, მობრძანდით, ვითანამშრომლოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სანქციების რეჟიმის გვერდისავლა აღკვეთილი იქნას ჩვენს ტერიტორიაზე და ამისთვის ევროკავშირს აქვს უზარმაზარი რესურსები და ინსტრუმენტები, რომლითაც შეუძლია რომ დაეხმაროს. მაგრამ ამის ნაცვლად
რასაც დღეს აკეთებს ხელისუფლება, ეს ცხადია ნიშნავს, რომ დავასრულო თქვენს შეკითხვაზე პასუხი, ეს ცხადია ნიშნავს ერთადერთ რამეს, შემდგომ იზოლაციას საქართველოსი და დიახ ცხადია, რომ ეს უკვე ძალიან ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალზე სამწუხარო და ამიტომ არის ეს ხელისუფლება დროულად შესაძლებელი.